გამარჯობა, ჩვენ ძვირფასო მაყურებელო, ეს არის პოდკასტი ემიგრანტები დღეს და ჩვენ ვართ ამ პოდკასტის მასპინძლები, მე ვარ თამარა ჯობავა. მე გახლავართ მარიამ ჯაფარიძე. და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ პოდკასტის დაწყება, იმიტომ რომ თავად გამოგვიცდია ემიგრაცია, ორივე ვიყავით ემიგრანტები. გარკვეულწილად, ასე ვთქვათ. გარკვეულწილად ამაზე დაწვრილებით კიდევ ქვემოთ წვრილად მოგიყვებით. და გადავწყვიტეთ, რომ ემიგრანტების ხმა კიდევ უფრო მეტად უნდა ჟღერდეს. საერთოდაც ვფიქრობდით, რა არის ეს ემიგრაცია ამ ბოლო დროს ქვეყანაში ესეთი სიტუაცია არის, რომ ემიგრაციაზე ბევრს ეფიქრება თუ ყოველთვის გვეფიქრებოდა ამაზე, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად და გადავწყვიტეთ ChatGPT-ისთვის გვეკითხა ვინ არის ემიგრანტი. და ChatGPT-ის პასუხი იყო, რომ ემიგრანტი არის ადამიანი, რომელიც ტოვებს საკუთარ ქვეყანას და მიდის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ხშირად სამუშაოს, განათლების, უსაფრთხოების ან უკეთესი ცხოვრების პირობების საძიებლად. და ასეთი ქართველი ძალიან ბევრია სინამდვილეში. ძალიან დიდი გადინება ვიცით, რომ 90-იან წლებში იყო, მაგრამ არც ახლა არის ნაკლები და ყოველწლიურად იმატებს ემიგრანტების რაოდენობა და განსაკუთრებით 30-ზე ნაკლები წლის ადამიანის რაოდენობა იმატებს. სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ნახევარზე მეტი სინამდვილეში რჩება საზღვარგარეთ ემიგრაციაში. და სწორედ ეს რიცხვებია რეალურად რაც განაპირობებს, რომ რამაც გვიბიძგა, რომ ემიგრანტებზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ, წვლილი საქართველოს განვითარებაში არის მართლა ფასდაუდებელი. მე მგონი ყველა თანხმდებით, რომ 90-იანებმა რაღაცნაირად ემიგრანტების კისერზე გამოიარა, ეკონომიკურადაც მათი ფულადი გზავნილები თუნდაც იყო საკმაოდ დიდი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში და ეხლა 2024 წლის მონაცემს ვამოწმებდი იმ დღეს და დაახლოებით 10%-ამდეა მთლიან შიდა პროდუქტში მათი შენატანი, რაც საკმაოდ დიდი რიცხვებია და მგონია რომ საკმარისად არ საუბრობთ ამ ადამიანებს, რისი გამოლა უწევთ, მათი გრძნობები, ისტორიები, ფიქრები, სამშობლოსგან შორს მყოფების და გვინდა რაღაცნაირად ეს წინა პლანზე წამოვწიოთ და ამაზე ცოტა უფრო ესე კარგად ვისაუბროთ. ეკონომიკასთან ერთად მარიამ, ეკონომიკის მიღმა სინამდვილეში ვერ წარმომიდგენია ემიგრანტების და დიასპორის ძალისხმევის გარეშე მომავალი ქართული საზოგადოების, დემოკრატიული ღია საზოგადოების შექმნა. ანუ ეს ფორმირება დიასპორის გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ რომ ეს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ პლატფორმა არსებობდეს ისეთი, სადაც მოვუსმენთ ემიგრანტების ისტორიებს, არა მარტო რაღაცა დიდი ხნის უკან წასული ემიგრანტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთი წლის წინ უსაფრთხოების მიზნების გამო ან უკეთესი ცხოვრების პირობების საძიებლად წასვლა. და ფორმატი იქნება ჩვენი პოდკასტის დღეს პირველი ეპიზოდია და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თავი გაგვესწრა და ჩვენი ისტორიები მოგვეყოლა. მაგრამ ყოველ ეპიზოდზე გვეყოლება სტუმარი, ძირითადად ემიგრანტები, მოვისმენთ სხვადასხვა ისტორიებს, ახალგაზრდა ემიგრანტებისაც ისეთი ადამიანების, ვინც ნავით გადაცურა იმისათვის, რომ ჩაბარებოდა ტოლვილად, თავშესაფრის მაძიებლად. ხო, ნუ მოკლედ, ეს პოდკასტი იქნება ემიგრანტებზე და ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის გამოცდილებები გავიზიაროთ ერთმანეთს. და ასე მოვუსმინოთ სპეციალისტების შეხედულებებიც, თუნდაც რაც ფიქრობენ ფსიქოლოგები, ეკონომისტები, კვლევარები, ისტორიკოსები. ისტორიულად როგორი იყო ეს ჩვენი ემიგრაციულობა და ემიგრაციაში წასვლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი რესპუბლიკის დროსაც საკმაოდ ბევრი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან და საკმაოდ დიდი წაიღეს, ასე ვთქვათ, ხო, ანუ იდენტობა წაიღეს და შეინარჩუნეს. და რაც ყველაზე მეტად მე პირადად მომწონს არის ის, რომ ვაპირებთ გავცეთ რჩევები. მაგალითად, როგორ დავაგროვოთ ფული იმისათვის, რომ უკან სამშობლოში დავბრუნდეთ ეს ეკონომიკური გეგმა როგორ გავწეროთ, ასე რომ გვეყოლება სტუმრად ეკონომისტებიც. გვეყოლება სტუმრად ასევე ფსიქოლოგები, რომლებიც დაგვეხმარებიან ნოსტალგიის მენეჯმენტში, ხო, ეს ამ ნოსტალგიის სევდას კი არ ვებრძოლოთ, არამედ მასთან ერთად ცხოვრება როგორ შევძლოთ.
მოკლედ საინტერესო სტუმრები გვეყოლება და ძალიან გვიყურეთ, გვისმინეთ აუცილებლად. კარგით, მოდი თამარ, გადავიდეთ ახლა ჩვენზე უშუალოდ, ჩვენს ისტორიებზე, ვინ ვართ ჩვენ, რა გვაკავშირებს ემიგრანტებთან, რატომ მოხდა ისე, რომ აი დღეს აქ ვზივართ და რა არის ის, რაც თან მოგდევს ის ისტორია, რაც ამ მაგიდასთან მოვიტანეთ. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელი, 3 წელი ხო, თუ არ ვცდები, ცხოვრობდი ნიდერლანდებში, იქაური ცხოვრების ნებართვაც აიღე, დოკუმენტაცია ყველაფერი, მაგრამ გადაწყვიტე დაბრუნებულიყავი სამშობლოში საკმაოდ ცხელ პერიოდში. მოდი რომ მოგვიყვა შენი ისტორია და შემდეგ უკვე გადავალთ სხვა კითხვებზეც, რაც შეიძლება რომ მაყურებლისთვის, მსმენელისთვის საინტერესო იყოს. ო, რატომ დავბრუნდი? 2 წელი ვიყავი ნიდერლანდებში, მანამდე ძალიან ხშირად ჩავდიოდი საზღვარგარეთ. არა მარტო ნიდერლანდებში, ესპანეთშიც ვიცხოვრე 1 წელი და მაშინაც შემეძლო 23 წლის ასაკში დარჩენილიყავი. მაგრამ ახლა უფრო გააზრებულ პერიოდში წავედი ნიდერლანდებში. არ მქონია ესეთი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ იქ უნდა დარჩენილიყავი, თუმცა ლოჯისტიკურად, ბიუროკრატიულად ყველაფერი ისე აეწყო, რომ რაღაც ძალიან უცბად გასერიოზულდა ყველაფერი. იმისათვის, რომ ბინადრობა აიღო, აუცილებელია, რომ ენა ისწავლო, ჯერ ენის სწავლა მომიწია, მერე ამ გამოცდის ჩაბარება, დოკუმენტების მოძიება და რაღაცნაირად ჩემ გარშემო ადამიანებმა ჩათვალეს, რომ თუ კი თამარ ამდენ ძალისხმევას დებს ნიდერლანდებში წასვლაზე, ხო, იქ დარჩება აუცილებლად. ჩემი პარტნიორიც ნიდერლანდელი იყო და შესაბამისად რაღაცნაირად by default ყველას მიღებული ქონდა ის ამბავი, რომ რა თქმა უნდა შვილს ხომ იქ გაზრდი. პირველ რიგში რატომაც დავბრუნდი ნიდერლანდებიდან, ვხუმრობ ხოლმე ასე, რომ დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემ შვილებს მინდა რომ მეგრული ვასწავლო. და ეს ვერ წარმოვიდგინე როგორ უნდა გამეკეთებინა ნიდერლანდებში. ფუნდამენტური იდეა რატომაც დავბრუნდი იყო ის, რომ ჩემი support მექანიზმი, მხარდამჭერი მექანიზმი იქ არ არსებობდა, ეს ოჯახი, მეგობრები. ეს ამ მხარდამჭერი მექანიზმის შექმნა ძალიან რთულია სინამდვილეში და ბევრ დროს მოითხოვს, ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. და მე ვარ ასევე დევნილი აფხაზეთიდან და ეს ნულიდან დაწყება ბევრჯერ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და რომ წავედი ამ ნიდერლანდებში ეს შეგრძნება დამეუფლა რომ ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო, ისევ ყველაფერი ნულიდან უნდა დაწყებულიყო, მეგობრები უნდა შემეძინა, რომლებიც უძვირფასესი მეგობრები დავტოვე საქართველოში. სამუშაო, რაცა networks, რასაც ვეძახით, ხო, ეს წერეც თავიდან უნდა შემექმნა ამ ახალ ქვეყანაში, სადაც მუდმივად გიწევს დაუმტკიცო შენს იქაურ თემს, ხო, ახალი თემის ნაწილი ხდები, რომ ღირსი ხარ, რომ იყო იქაურობის ნაწილი და ღირსი ხარ, რომ ეს საბუთი გქონდეს და რაღაცნაირად თვითონ სახელმწიფოს ამას გაგრძნობინებს მუდმივად რაღაცა ინტეგრაციის პროგრამაც რაღაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ინტეგრაციის პროგრამის ასისტენტს ხდები, რომელიც გეუბნება, რომ ჰეი, აბა როგორ მიდის შენი ცხოვრება ახლა და მუშაობ ხომ ნამდვილად და ანუ რაღაც big brother watching you ყოველთვის არსებობს რა, როცა იქით ხარ. და დაბრუნება გადავწყვიტე, ან ბევრი განზომილება და შრეაქ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც მივხვდი იყო ის, რომ ჩემს ცხოვრებას იქ შინაარსი ეკარგებოდა და ჩემს ცხოვრებას ბევრად უფრო სრულყოფილი სავსე შინაარსი აქვს საქართველოში. თამარა, შენ დაბრუნდი ძალიან ცხელ პერიოდში. მოდი ჩვენმა მსმენელმაც რომ იცოდეს, მე და თამარა ერთმანეთი გავიცანით აქციაზე დეკემბერში. საკმაოდ ისეთი დაძაბული პერიოდი იყო და არც ახლა გვაკლია პოლიტიკური და სხვა სახის კრიზისები. და იქ შევხვდით ძალიან მოულოდნელად და აღმოაჩინეთ, რომ ორივეს გვქონდა რაღაც ეს სამშობლოდან შორს ყოფნის გამოცდილება. და აი ეს იყო რაღაცა ზუსტად ის პერიოდი, როცა შენ უკვე დაწყებული ქონდა იმაზე ფიქრი, რომ აი მე დავჩები საქართველოში, აღარ წავალ უკან. და შენ უარი თქვი შენს ამ ბინადრობის ნებართვაზე, ხო?
აი ანუ თან ეს ის პერიოდია, როცა ხალხი უკვე აქტიურად იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ხომ არ წავიდეთ ემიგრაციაში, ან პოლიტიკური თავშესაფარი ხომ არ მოვითხოვოთ. დღესდღეობისაც ძალიან აქტუალურია ეს კითხვები და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ირგვლივ ბევრს აქვს ეს რაღაც აზრები, რაც ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალურია, მაგრამ შენ ადექი და ჩამოხვედი უკან და ეს გადაწყვეტილება მიიღე. აი ამაზე რო გითხრა უფრო მეტი რა, აი დააჩქარა თუ არა რაღაც ამ მიმდინარე პროცესებმა შენი გადაწყვეტილება. კი, ნამდვილად დააჩქარა მიმდინარე პროცესებმა. სიმართლე რომ გითხრა მარიამ, ცხვენია კიდეც რომ ვამბობ, რომ ახლა ხელს ვუშვებ ამ golden tickets რაღაცა ოქროს ბილეთს და უარს ვამბობ ამ ბინადრობაზე. ეს პროცესი გრძელვადიანია და ამასაც პოდკასტის განვითარების დროს მოგიყვებით, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გავუშვებ ხელს ამ ბინადრობის საბუთს, მაგრამ ნამდვილად ამ პოლიტიკურმა პროცესებმა დააჩქარა. უბრალოდ ფუნქცია ვერ დავინახე მარტის აქციების დროს მაგალითად ვიყავი ნიდერლანდებში და ვიყავი მიჯაჭვული დივანს და ტელეფონს, ანუ სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებდი და რეალურად დახმარების დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ემიგრანტი გამოუცდია იგივე ამბავი, შორს ყოფნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე როდესაც აქ ხარ. და აი ძალიან ისე გულზე მომხდა ეგ რო ახსენე, იმიტომ რომ ზუსტად მეც თავში ეგ ფიქრი მქონდა, რომ ანუ მეც იგივე ისა მაქვს რა, ისტორიას არა, მაგრამ აი ეგ მომენტი მარტის აქციების ჩემთვის ძალიან გადამწყვეტი იყო, რატომაც მე გადავწყვიტე, რომ მოდი კი არ დავჩები და აქ კი არ ვნახავ სამსახურს, სადაც ვიყავი, არამედ წავალ საქართველოში და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. კი ბატონო, აი ეგ არის სხვათა შორის ძალიან საინტერესო შენი გამოცდილება. შენ სასწავლებლად წახვედი 2023 წელს მე მგონი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლე. ანუ საკმაოდ კარგი უნივერსიტეტია ჩემი მიმართულებით და ძალიან მარტივად შეგეძლო რომ დარჩენილიყავი ისევ იქ ხო დასავლეთში და რაღაცა ეს დასავლური ცხოვრების სიკეთეები გამოგეყენებინა. რატომ შენ რატომ დაბრუნდი რა გინდოდა? რა და კარგვია? ცოტა რაღაცნაირად მეუხერხულება რა, ეხლაც როგორც ემიგრანტების სახელით რაღაც საუბარი იმდენად დიდი რაღაცაა ეს ჩემთვის რა. იმიტომ რომ ბავშვობიდან ვხედავდი ჩემი ირგვლივ ადამიანებს, რომლებიც მართლა ლუკმანპურის საშონელად მიდიოდნენ ემიგრაციაში. თან მიდიოდნენ ისე რომ აი განსაზღვრული არ ქონდათ, რამდენი ხანი დარჩებოდნენ, როგორ წავიდოდნენ ასე შემდეგ, მოკლედ ცოტა მეუხერხულება კიდეც რა, ანუ მე არ ყოფილვარ ისე რაღაც წლები გადავიხვეწე და სამსახურის გამო ან რაღაცა გარემიზეზების გამო, ეს იყო თქოს ბუნებრივი რა, რომ სასწავლებლად წავედი და ვისწავლე იქ, ანუ ის რაც მინდოდა, მართლა გულით მინდოდა და ეს იყო მართლა ესეთი შეგნებული გადაწყვეტილება. და ანუ მანამდეც რა თქმა უნდა მქონდა უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება, როცა ვიყავი 19 წლის ესტონეთში ვცხოვრობდი და ახლა 1 წელი ვცხოვრობდი პოლონეთში. ნუ ორიოჯერზე რა თქმა უნდა ჩამოვედი, რომ აქ გამეგრძელებინა ჩემი ჯერ სწავლა, მერე მოღვაწეობა, მაგრამ ანუ პოლონეთში რო ვცხოვრობდი და ანუ მაგისტრატურას ვამთავრებდი უკვე, ყველაზე რეალური შანსი მქონდა, რომ დარჩენილიყავი იქ მეშონა სამსახური, იქ გამეგრძელებინა ცხოვრება. შეგიძლია უთხრა მაყურებელს რა ისწავლე და რის სიკეთება გინდოდა? ხო, აი ეგ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რჩებოდა ჩემი ბექგრაუნდიდან, ანუ მე ვისწავლე ქართულად მარტივად რო ვთქვა ევროპათმცოდნეობა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმართულებით ვარ სპეციალისტი და აი ჩემი მართლა ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ანუ იყო ბავშვობაში და ეხლაც არის რომ საქართველოს ევროინტეგრაციაში ჩემი წვლილი შევიტანო რა. აღარ ამას არ ვამბობ რაღაც ძალიან ისე ანუ შეიძლება დიდი ამბიციაა, მაგრამ მგონია რომ თითოეულ ადამიანს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი ამ მიმართულებით. და მარტის აქციების დროს იმდენად ცუდად ვიყავი მართლა მეც ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული, თან პარალელურად სამაგისტროს ვწერდი და რაღაცა ანუ აქ რო ესეთი ამბები ხდებოდა აი საშინლად უგრძნობდი თავს და ყველა რომ მეუბნებოდა რომ ხო ალბათ დარჩები ხო მან იპოვე მან სამსახურს ან სხვა ქვეყანაში გადახო, იმიტომ რომ ევროკავშირში ყველა მიცით რომ საკმაოდ მარტივია მე ეს ყველაფერი როცა უკვე იქ ხარ.
მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არ მინდოდა, რომ ჩამოსულიყავი და აქ ადგილზე ვყოფილიყავი პროცესების მონაწილე. და თუნდაც აი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების წინ გადადგმული ნაბიჯების და რაც მინდოდა, რომ წვლილი შემეტანა, ანუ ჩემი ცოდნაც პრაქტიკაში გამომეყენებინა და ასე შემდეგ. ჩამოვიდა ცოტა სხვანაირი რეალობა დამხვდა მართალია, რო ჩამოვედი, ყველა მეკითხებოდა, რომ აი, შენ იქ არ დარჩი? არ მიდიხარ? რატო არ მიდიხარ? რა მოხდა? შენ იქ გვეგონე. ხო, იქ გვეგონე, ეხაც კი ვიღაცები რომ ხდებიან ხოლმე ქუჩაში, შენ საქართველოში არც მგონი ხარ. იმიტომ რომ რაღაც ყოველს გონია, რომ რაღაც შესაძლებლობა თუ გაქვს წასვლის, აუცილებლად წახვალ რა. არა და აი ანუ ძალიან ნორმალურია, რომ ამ სიტუაციაში წასვლაზე ფიქრობდე ადამიანი. მაგრამ ხო, არ ვიცი, მე რომ ამ გაწყობას შაშან ვიღებდი, აი ძალიან ისე ვიყავი რა, დარწმუნებული, რომ მე თუ ამ ყველაფერში მონაწილეობა ჩემ ფიზიკურად არ მივიღე, არ ვიცი, რაღაც ძალიან დიდს ვკარგავ, ხო რა. იცი რაზე მინდა ვისაუბროთ, ორივეს გვაქვს ისეთი წარსული, ან ბექგრაუნდი, მარტივი არ გვაქვს, მე აფხაზიდან დევნილი ვარ, შენ ჭიათურში გაიზარდე. ანუ იმის თქმას ვცდილობ, რომ ქალები ვართ, მოწყვლადი ჯგუფებიდან მოვდივართ და დარწმუნებული ბევრი ადამიანი თავს გაიგივებს ამ ამბავში. ეს ამ გზის გავლა, რომ საზღვარგარეთ წახვიდე სასწავლებლად ან საზღვარგარეთ რაღაცა პროექტში მიიღო მონაწილეობა, ადვილი არ არის განსაკუთრებით რაღაცა თბილისის მიღმა ყოფი ბავშვებისთვის, ესეთი მარტივი არ არის ამ შესაძლებლობებზე, ინფორმაციის წვდომაც კი არ არის, ხო? და რაღაცა ეგ მე გავიზარდე რაღაცა სანზონაში, ჩეხურ კორპუსში. და ყოველთვის ფიქრობ ხოლმე იმას, რომ ეს პატარა სანზონელი გოგონა, აფხაზეთიდან დევნილი, უცბად აღმოჩნდი ნიდერლანდებში და მათ შორის ბრიუსელში ძალიან ხშირად, ხო, რაღაც დიდ ადამიანებად რომ ითვლებიან იმ ადამიანებთან შეხვედრებზე და მაინც იქით მიგიწევს გული, ხო? აი, მაგ გადაწყვეტილებას როგორ იღებ? აი, ხო, ძალიან დიდი წონა აქვს, აი რაღაცა ბევრი ტომარა ძალის ხმევა გამოიყენე იმისათვის, რომ წასულიყავი და მე მაინც მოდიხარ აქეთ, აი, რა არის მთავარი мотиваცია? ეხა უცბადის გამახსენდა რაც პროშორს ხარ მითფროვტკვებიო რა და ანუ ჩემთვის პატრიოტიზმი რაღაცნაირად ეგრე იყო რა ყოველთვის რომ ანუ პატრიოტიზმის მოტივებით გავიზარდეთ მე მგონი ყველა საქართველოში ხო ანუ ოჯახებიდან ეს ძალიან ისე გვაქვს ჩანერგილი რომ აი პატრიოტები უნდა ვიყოთ გვინდა თუ არ გვინდა რა რაღაცნაირად ეს ჩვენი იდენტობის ძალიან მყარი ნაწილია მაგრამ ძალიან საინტერესოა ის ჩემთვის პირადად ასე იყო რომ მიხედავთ იმისა რომ თეორიულად ვიცოდი რომ ვიყავი პატრიოტი პრაქტიკულად ეს გავაანალიზე მხოლოდ არა მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ეს გავაანალიზე როცა საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად და საცხოვრებლად ანუ იმის თქმა მინდა რომ რას ნიშნავს ეს პატრიოტობა შენთვის აი რა შეგრძნება არის ანუ უფრო კარგად ხვდები საიდან მოდიხარ, ვინ ხარ, რა ხარ, იმიტომ რომ რაღაც იდენტობის ძიებაში ხარ, ხო? იდენტობა გიმძაფრდება, ხო? გიმძაფრდება ის საიდანაც რაც არის შენი ფესვები. აი მართლა აი ფესვები როა, ხო? ფილმი, ანუ ამ ყველაფერს გრძნობ უფრო რაღაც 100 მაგათ და 1000 მაგათ. წეგან სანამ დავიწყებდით ჩაწერას კიდეც ვიძახდი, რომ ანუ საზღვარგარეთ რო ვიყავი მე რო უსმენდი თუ ასე ტურფა იყავი ჰამლეტ განაშვილის მიერ შესრულებულს იმდენჯერ ცხოვრებაში არ მომისმენია არც ერთი ნაწარმოები არც ერთი მუსიკა და ანუ ეს ჩემთვის იყო რაღაცა სამშობლოსთან დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი გზა და ეს მელანქოლიასაც ნოსტალგიასაც თან მიღვივებდა თან ამ ყველაფრით ვტკბებოდი რა მიხედავთ იმისა რომ ანუ საქართველოში რა ვარ ვერ ვიტყვი ხა ყოველდღე ვუსმენ თქო რა მაგრამ საზღვარგარეთ ჩემი დილა იწყებოდა თუ ასე ტურფა იყავით ამ მუსიკით და რაც მე ამაზე მიტირია არ ვიცი ანუ მართლა საყვარელი ადამიანის საკარგოზე ალბათ არ მიტირია მაგდენი ჩემთვის ეგ არის იავნანა იავნან აი ყოველთვის რაღაცა მძიმე მომენტებში თავის დასაწყნარებლად ჩემ თავს ვუმღეროდი ამ იავნანას ხანდახან ან ვისმენდი იმიტომ რომ რაღაცა ეს შეგრძნება რომ
protected რას დაცული ხარ, თითქოს ამას მოაქვს ჩემთვის რა. იცი რა, ეხა ამომიტივდი და ეხლა კიდევ ეს კითხვა, რომ აი რა გენატრებოდა ყველაზე მეტად საქართველოში? აი საქართველოს სიტყვა, მთები, ზღვები, ბარი, თბილისის ქუჩები. ხო, მე 2 წელი ვიყავი წასული და აქედან ამ 2 წელიწადში სინამდვილეში 2 თვე ჩამოვედი, მაგრამ მაინც ძალიან ინტენსიური იყო ეს ყველაფერი რა. არ ვიცი რას დავაბრალა, არ ვიცი. ისევ დევნილობას ვაბრალებ, მე ყველაფერს დევნილობას ვაბრალებ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მინატრებოდა ნიდერლანდებში ცხოვრების დროს იყო ღვინისმა. ღვინისმა მეგობრებთან ერთად. აი რიტუალები სინამდვილეში, ეს ქართული რიტუალები მინატრებოდა. ახლა ღვინოს იქაც დალევ, არ ვიცი, ესპანელთან, ბერძენთან, ჰოლანდიელებს გაიღვინო არ ვყავთ. მაგრამ აი ეს რიტუალები, აი მაგალითად რა, აი განსაკუთრებით ხო ყველა ბევრი ემიგრანტს ემართება ეს ამბავი, რომ რაღაცა საჭმლის კეთებას იწყებენ, ქართული საჭმლის კეთებას, როცა ემიგრაციაში მიდიან, ხო? ხო, კი, მეც. იგივე кейსი ვიყავი მეც, რაღაც აღდგომისას კვერცხსაც არ შევღებავდი, ვიცოდი რომ დედაჩემი გააკეთებდა. და ამ ნიდერლანდებში რაღაცა ხაჭოს პასკა და ხინკლები და ხაჭაპურები და ერთი მასოს ძალიან კარგად რომ გავაკეთე ყვარები რა, ყვარებს ვეძახით მეგრულად. არის ყველის ყვარები, რომელსაც სარიტუალო საჭმელია, ბებიაჩემი ამას აკეთებდა. ხო, არა მეგრელებისთვის ცოტა უცხოა ეხლა ეგრე. ხო, თბილისში რომ გადმოვედით, აღარ აკეთებდა, ვიცი რომ დედაჩემისგან ვიცი რომ აფხაზეთში აკეთებდა ამას, რაღაც კონკრეტულ დღეს, ამ ხოზოშ-ყვარების გაკეთებას დილიდან იწყებდა და არავის არ ელაპარაკებოდა იმ დილას, ჩუმად აკეთებდა ამას. ყველის ყვარებია, რომელსაც აქვს კონუსის ფორმა და სიმინდის ფქვილისგან აკეთებდა, მჭადის ფქვილისგან რა. და რძეში ხარშავენ. და ეს ყვარები და ღვინო და სხვა რაღაც საჭმელები მიქონდა ბებიაჩემს მდინარესთან და რაღაც შელოცვას ამბობდა და ეს ხოზოშ ყვარები მე პირველად ცხოვრებაში გავაკეთე ნიდერლანდებში. ანუ ხო ხვდები რამხელა ინტენსივობა, რაღაც აი generational as თაობათა შორის რაღაც სასკრძნობ ამ კავშირის სიმძაფრეს, როდესაც სინამდვილეში ასე შორს ხარ ხო 3000 კილომეტრი დაშორებით. რას ფიქრობ ის არის ეს ამ უცხო საზოგადოებაში თვით დამკვირდრების, აუცილებლად. ძაფრად წარმოჩენის გზაც, ხო? კი, აი სულ არ მიკვირს, როცა სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, სულ მიკვირდა რომ აი რატო დადიან ჩოხებით და აი რატო დადიან ეკლესიაში იქ და რაღაც სულ სხვა ცხოვრება, რამდენ შესაძლებლობებს გაძლევს ხო იქაურობა. მეც კი მქონდა სურვილი რომ აი რაღაცა აი ქართული მცმოდა სულ რაღაცა წერებოდა რომ ოკეი, მე ვარ საქართველოდან რა. კი არის თვით დამკვიდრების შენი იდენტობა გეამაყება სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად. და რაღაც ტოქსიკური ექსი რომ არის, ხო იცი, რომ წავა და მე რომ კარგი რაღაცები გახსენდება. მარტო და ცუდი რაღაცები აღარ გახსოვს, ესეთი რაღაცა გემართება, როცა იქ ხარ რა, ეს მანკიერებები რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას, ამას ვეღარ ხედავ ყოველდღიურობაში და მხოლოდ ის კარგი რაღაცები ზე გაქვს წვდომა რა გონებაში. ხო, აი მეც გეთანხმები აბსოლუტურად, მე გავიზარდე ჭიათურაში, როგორც უკვე აღნიშნე და როგორც უკვე არის ცნობილი ჩვენი მსმენელისათვის. და ანუ ყველგან მიყვარს მე ჭიათურა. ჭიათურა ძალიან მიყვარს. ყველგან პირველი რასაც ვამბობ, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ის რომ ვარ ქართველი ჭიათურიდან და თუ არისიან ჭიათურა, ვეუბნები, ვანახე ფოტოებს, ანუ მართლა ის რაღაც გამძაფრებულად მაქვს, რომ აი ყველას უნდა გავაგებინო, საიდან ვარ და როგორ მოვდივარ რა. რა გორისა ვარ. ყველას უნდა გავაგებინო აბსოლუტურად რაღაც ეს ამაქვს შინაგანი. ენერგია მირტყავს ეგრევე გულიდან მოდის რა.
და მთელი ბავშვობა მქონდა ის, რომ აი როდის გავაღწიო მეთქი ამ ჭიათურას, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები, როგორც კი შესაძლებლობა შანსი მომეცემოდა, ეგრევე თბილისში გავარბოდი რომ რაღაცა პროექტს დავსწრებოდი იქ კონფერენციას ასე შემდეგ. მასწავლებლები მეძახდნენ ხუმრობით სიმპოზიუმას. ხო, ანუ იმიტომ რომ მართლა აი ვერ ჩერდებოდი ერთ ადგილას რა. და ერთი სული მქონდა, რომ რაღაცა ახალი ჰორიზონტები დამეპყრო და აღმომეჩინა. დავიბყარი ეს რაღაცა ჰორიზონტები, ვნახე ახალი და განსაკუთრებით ნუ ახლა ძირითადად ევროპის ქვეყნებში ვარ ნამყოფი რა და აი ამ ქვეყნებმა კიდევ უფრო გამიღვივა ის თუ რა მაგარია, როცა უკან ბრუნდები. იმიტომ რომ საერთოდ არ მივდიოდი თვითონაც რა ყოველას იმდენად კარგად ქონდა ეს თავიანთი ისინი წარმოჩენილი ხო პატარა სოფლებში დაბებში ევროპაში ძალიან უყვართ ეს თავიანთი ადგილობრივი რაღაცების წარმოჩენა რა და მივხვდი რომ რეალურად ამა თუ ეს რაღაცა ძალიან მცირედი უყვართ და შეაფასებენ ჩვენ იმდენი გვაქვს დასაფასებელი აი მე მაგალითად ძალიან მენატრებოდა მთები რა აი სადაც არ წავედი ყველგან სიბრტყე დამხვდა და შენც ვიცი რომ მსგავსი რაღაცა გქონდა და ბრტყელ ქვეყანაში მოვხდი მე არც ერთი მთა რომ არ იყო ისე ხედა აი ესტონეთში მაგალითად ერთხელ სადღაც ერთ-ერთ ძალიან ჩვეულებრივ ბრტყელ ადგილას ვდგავარ ჩემს ესტონელ მეგობრებთან ერთად და ესენი მეუბნებიან რომ აღოშენ ახლა ვარციო რა მაგარ ადგილას ხარ და მეთქი რა ხდება რამე გამოვტოვე არ ვიცი და ეს არის ესტონეთის პიკიო ანუ ამ დროს ბორცვს ვერ დაინახა ვირგვლივ და აღმოჩნდა რომ ეს პიკი ესტონეთის არის 318 მეტრი ზღვის დონიდან თუ რაღაცა ეგეთი რა და ანუ შევხედე და მეთქი თქვენ კავკასიონის მთები არა გაქვთ ნანახი ანუ იმ ხელა მთები გვაქვს ხალხო და ეგრევე დავიწყე ამის მოყოლა და ყველას ვანახე ჩვენი მთები კი ხო ამაზე გვისაუბრია მე და შენ და რაღაცა ეს თავისუფლება მთებშია ხო რაღაც ეს შეგრძნება ნამდვილად გვაქვს, როდესაც ჩამოვდივართ უკან და ეს ბუმერაზი მთების გვერდზე დგახარ ეს პატარა ადამიანი, რაღაცნაირად უფრო ინტენსიურად შეიგრძნობ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ხარ რა და ხარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ დედამიწაზე ეს ნაკვეთი მიწა არის შენი მიწა რა. შენ თქვი რომ რა მაგარია უკან ჩამოსვლა ხვდებია როცა მიდიხარ ასე შორსო მაგრამ ახლა ჩამოვედით უკან და არ დაგხვდა სალხინო ამბავი ჩვენს ქვეყანაში ორივეს გვიჭირს ვაკეთოთ ის რაც გვინდა რომ ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის როგორც გვჯერა რომ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა ამის ხელის შემშლელი ძალიან ბევრი ფაქტორია, ხო? რაღაც 171 დღე რუსთაველზე ვდგავართ. 50 ახალგაზრდა არის დაჭერილი უსამართლოდ. და კიდევ უამრავი უსამართლობა გველის წინ თუ გავითვალისწინებთ იმ კანონებს, რომლებიც მიიღო ამ დე-ფაქტო მთავრობამ, ხო? მე მაინტერესებს ახლა თუ ფიქრობ წასვლაზე და თუ განიხილავ საერთოდ წასვლას. ეგ მეც მაინტერესებს თუ ვფიქრობ, მაგრამ რეალურად მგონია რომ ყველა ვფიქრობთ რაღაც დონეზე, უბრალოდ ხან-ხან ძალიან რთულია საკუთარ თავს გამოუწყდა რომ რაღაც ფიქრი გაქვს. მგონია რომ ძალიან ნორმალურია რომ ამაზე იფიქრო, ძალიან ნორმალურია რომ გზები ეძიო და ხა რაღაც საუბრები იყო ხოლმე ამ ბოლოს რა, რომ ვინც მიდის, რატომ მიდიან, რატო გტოვებენ ამ ბრძოლაში. რეალურად ზოგიერთი ადამიანი მართლა უკეწლებია რაც იბრძვის თავიანთი უფლებებისთვის და ძალიან ნორმალურია რომ წავიდნენ და ისვენონ და მე აღდგენილი ძალებით ანუ შორიდანაც თუნდაც შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც იკეთება ქვეყნისთვის და ჩვენ ხედავთ რამდენი საკეთებენ თუნდაც არსებული ემიგრანტები ხო ჩვენი ქვეყნისთვის და ანუ ისევ ჩემ კითხვას დავუბრუნდები ყველა ვფიქრობთ ამაზე შეუძლებელია იმდენად დიდი წნეხია დღესდღეობით ჩვენზე მით უმეტეს თუ რაღაც პრეტენზია გვაქვს იმაზე რომ გვინდა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება გვინდა ჩვენც გავიზიაროთ ის რაღაც მიღწევები რაც თქვა სხვა სახელმწიფოებს აქვთ ამ დემოკრატიული განვითარებით
რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. მით უმეტეს აი, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან მართლა დეპრესიული იყო, რომ ჩამოვედი და ეხლა მაგალითად ხედავ ჩემი უკრაინელი, მოლდოველი კოლეგები, მეგობრები, როგორ მუშაობენ რაღაც ახალ ეგრეთ წოდებულ ჩაფთერების გახსნაზე რა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით და მე შემეძლო რომ ამ ყველაფერზე მემუშავა. მაგრამ რატომღაც სხვანაირად წავიდა ჩვენი ქვეყნის მიმართულება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყანას ისეთები გამოუვლია, რომ ამასაც ძალიან გადავლახავთ აუცილებლად რა. მაგრამ აი წასვლა არ წასვლა საკითხავი ზუსტად ეგ არის. ხომ, ჩვენ ბევრი მეგობარი აქტივისტი რა თქმა უნდა ამაზე ფიქრობს და როდესაც ამაზე გველაპარაკებიან ყოველთვის რაღაცა ესე მოწიწებით გვეუბნებიან ხო აი რა შესაძლოა რომ წავიდეთ და რაღაცა მორცხვად ამბობენ ამ ყველაფერს და გეთანხმები მარიამ აი აუცილებელია რომ გადაღლა ნორმალურია ამის ნორმალიზება უნდა გავაკეთოთ იმედგაცრუებაც ნორმალურია და ეს გასვლა ქვეყნიდან თუნდაც იმისთვის რომ ცოტა ხანი დაისვენო მენტალურ ჯანმრთელობას მიხედო და მე დაბრუნდე და მე მჯერა რომ ეს ადამიანები აუცილებლად დაბრუნდებიან იმიტომ რომ საკუთარი ქვეყანა გიჟივით უყვართ და თუ კი მათ დახვდებათ კარგი პირობები საკუთარ სამშობლოში უსაფრთხო მინიმუმ უსაფრთხო პირობები ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან მეც კი ვფიქრობ სინამდვილეში ამ დაბრუნებაზე არა პირიქით ხო უკვე წასვლა არის ხო საქმე რაშია ხო ახლა ვართ ფაქტობრივად საბრძოლო რეჟიმში და ამ საბრძოლო რეჟიმში განსაკუთრებით ისე უნდა ვთქვა დევნილები ყოველთვის განვიხილავთ ომის სცენარებს ხო აი რა ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს და ეს უარესი რომ მოხდება ამის ვიზუალიზაციას აკეთებ და რა გზები გაქვს რომ ამ ყველაზე უარესი მდგომარეობიდან გაასწრო და გახვიდე. ჩემთვის ეს ყველაზე უარესი მდგომარეობა იქნება მაშინ, როდესაც ფიზიკურად შემეხებიან, როდესაც ფიზიკურ საფრთხეს ვიგრძნობ, აი მაშინ უკვე მივიღებ რაღაცა ზომებს ხო ქვეყნიდან გასვლაზე. მაგრამ მანამდე უბრალოდ ვაპირებ რომ ნებისმიერ ფორმატში გავაგრძელო ის საქმიანობა რასაც ვაკეთებ საქართველოში. ქართული ცხოვრება გავაგრძელო მინდა რა. აი ეს ფიზიკური შეხება რო ახსენე, სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრიგერი ბოლო თვეებში ჩემთვის იყო ის რომ ფიზიკურად დარბევებში რა თქმა უნდა აი ყველას შეგვეხო თითქოს რა და რაღაცნაირად მომთლად ბოლომდე ვერც იაზრებ რომ ამ დარბევების ნაწილი ხარ და მოიწამლე და მეორე დილით ფეხზე ვერ დგები და ასე შემდეგ. ეგ მართლა ფიზიკური შეხება არის საკმაოდ მძიმედ და დღემდე ჩემ თავზე ვცდი ამ ყველაფრის შედეგებს, მაგრამ აი თვითონ ამ კანონმდებლობების შეხება იყო რომ აი პირველად რო გავიგე რომ ესე შემეტყობინეს 1 აპრილს რომ თქვენ დაჯარიმდითო რა 500 ლარითო და მეთქი როგორ კი ვიცოდი რომ ჩემი რგლივ ყველა ჯარიმდებოდა რა თქმა უნდა ველოდი კიდევაც მაგრამ აი რეალობის წინაშე რო დავდექი იმ დღეს მქონდა საშინელი რაღაცნაირი meltdown-ი breakdown-ი რა რომ ვარ კი მზად რომ ამ და სხვა კიდევ შეჯახებებს გავუძლო მე აქ ამ ქვეყანაში თუ რა უნდა ვქნა არ ვიცი. მოდი მაყურებელს ვუთხრათ, იმიტომ რომ სხვათა შორის ჩვენ მშობლებსაც გაუჭირდათ იმის დაჯერება რომ დავჯარიმდით უსამართლოდ, ფაქტობრივად, გადაკეტილ ქუჩაზე რომელიც გადაკეტა პოლიციამ, ჩვენ იქ რუსთაველზე არ გადავდივართ, სანამ პოლიცია არ გეტყვის რომ ახლა შეგიძლიათ უკვე გადახვიდეთ. ასეთ ჩაკეტილ ქუჩაზე გადასვლის გამო დავჯარიმდით. და ხშირად განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობას უჭირს იმის დაჯერება რომ როგორ ტროტუარზე იდექით და ჩვენი მეგობრები ტროტუარზე დგომის გამოც დაჯარიმებულან ხო ესე როგორ დაგაჯარიმეს ხო მაგრამ კი ზუსტად ასეთი უსამართლო მთავრობა ყავს ახლა de facto მთავრობა ამ ქვეყანას და ეს არის ყველაზე მიკრო პატარა უსამართლობა რაც კი არის ამ დიდვი უსამართლობების გორაზე ხო
იგი გავიზიარებ მეც შენს შეგრძნებას იმის მიუხედავად რომ სულ მგონია რომ ყველაფრისთვის მზად ვარ მათ შორის რაღაცა ძალიან ფიზიკურად მძიმე მდგომარეობებისთვისაც ეს ჯარიმა იყო რაღაცა სახეში სილის გაწვნასავით, იმიტომ რომ რაღაც სამსახურის მიღმა ძალიან ბევრ რამეს აკეთებ შენი ძალისხმევით, შენი დროის ჩადებით, შენი ქვეყნისთვის და უცბად უგება ამისი არის მოდი გადაიხადე 5000 ლარი ახლა, იმიტომ რომ შენ ხარ კანონ დამრღვეველი, ხო? თამარა, მოდი ჩვენ ახლა ცოტა დღევანდელობაზეც მოგვივიდა საუბარი და რო დაუბრუნდეთ ჩვენს ემიგრანტებს, თქვათ, ძალიან აღსანიშნავია, რომ ემიგრანტები ძალიან გვეხმარებიან, რომ აი ეს ჯარიმები გადავიხადოთ, როგორღაც გავუმკლავდეთ ამხელა მართლა ფინანსური წნეხია, როცა ეს ჯარიმა არის თითო ფაქტობრივად სამჯერ მეტი ვიდრე საშუალო შემოსავალი ნებისმიერ რაღაც ნორმალური ქართველისთვის რა და ძალიან მართლა უდიდესი წვლილი შეაქვთ მათ ამ ყველაფერში. და მადლობა ყველა იმ ფონდისთვის რომელიც დაარსეთ და ყველა იმ ევროსთვის და დოლარისთვის რომელიც ჩარიცხეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ მხარდაჭერა ჩვენთვის რა. ხო, მოდი ბარემ ჩვენზეც ვთქვათ, რომ ჩვენი პოდკასტი უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმაში და გვაქვს fundraising-იც ამისათვის, თუ თქვათ ვინმე დაინტერესდება, რომ ხარი დაგვიჭიროს, ლინკებს მივუთითებთ აღწერებში, კომენტარებში, შეგიძლიათ რომ, რა ვიცი, გამოხატოთ თითოეული თეთრიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდში. თუ გინდათ რომ ბევრი ისტორია მოისმინოთ ემიგრანტებისგან, არ ვიცი თამარა თუ გინდა რომ ბევრ ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი ისტორიას არ მოგაკლებთ ასეთ ისტორიებს სინამდვილეში და თუ კი სურვილი გაგიჩნდებათ რომ თქვენი ამბავი მოყვეთ, აუცილებლად მოვწერეთ პირადში, ძალიან ღია ვართ იმისათვის რომ თქვენი ამბავიც მოვისმინოთ და თუ კი ეს პოდკასტი იწერება თბილისში Project 64-ის სტუდიაში, ასე ლამაზად მოგვიწყვეს მათ ეს სტუდია და თუ კი გექნებათ ის მომენტი, რომ საქართველოში ჩამოვდივარ რამდენიმე დღით, თვით, კვირით, მოგწერეთ აუცილებლად და ჩვენ განვიხილავთ, დაგვპატიჟებთ ჩვენს პოდკასტზე. თამარ, ხომ არ გადავიდეთ უკვე შეჯამებაზე? რას ფიქრობ? სანამ დავასრულებთ ჩვენ შეჯამებას, რადგან ეს არის ჩემი და თამარას პირველი, ასე ვთქვათ, მეგობრობის ნაყოფი და პირველი გადაცემა, პატარა სიურპრიზი მოვუმზადე. Oh my god. ჩვენ დასწრიშით ვახსენეთ, რომ რაღაც პირველ რესპუბლიკასთან ძალიან დიდი კავშირი გვაქვს, ხო? მათ ან პირველ რესპუბლიკის ემიგრანტებთან და მათი გამოცდილება ყოველდღიურად რაღაცნაირად გაგვსდევს თან და ჩემ მეგობარს აქვს ესეთი პატარა ბიზნესივით, რომელსაც ქვია ეს ამბავი არ ვიცი მე, გუშინ მითხრა რომ ისტორია ლინკს დავურთავთ კომენტარებშიც, რამე სახელიან რაღაცა რო არ ამერიას. ეს არის, არ ვიცი, ეს როგორც ხედავთ არის საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი, იმედია ხედავთ კამერებში. და შიგნით არის ამ კამერაში უნდა ანახოთ ჩვენს მაყურებელს ეგ ამბავი. აი. შიგნით არის სპეციალურად დაბეჭდილი საფოსტო მარკა პირველი რესპუბლიკის. ეს არის ულამაზესი შებუთვა, შეგიძლიათ შეიძინოთ კიდევაც ეს საფოსტო მარკები, რომელიც არის ლიმიტირებული რაოდენობა. აქ არის ეს პატაწკინტელა საფოსტო მარკა, წმინდა გიორგის გამოსახულები. ანუ იმ დროინდელი არის, ხო? სწორად მივხვდი. არა, ეს არის შემდგომ დაბეჭდილი, მაგრამ ეძღვნება პირველი რესპუბლიკის თემატიკას და არის ლიმიტირებული საკოლექციო საფოსტო მარკები. საფოსტო მარკა. და გონიერ ძალიან ესეთი სიმბოლურია. ატარა ისტორია ჯიბით, ასე ქვია ამ პროექტს. ჩემი მეგობრის არის, გავუწევდი რეკომენდაციას აუცილებლად. თან ხო რა ვიცი, ძალიან ლამაზი დიზაინით აქვს მართლა გაკეთებული ყველაფერი. გულისულია ჩადებული და ეს მინდა იყოს ჩვენი პირველი ეპიზოდის სახსოვარი.
დოკუმენტირებისთვის. კი, დოკუმენტირებისთვის და აი მე შვილიშვილებს რომ მოვუყვებით აი შენი შვილიშვილები მეგრულს რო ისწავლიან და მეგრულად რო ისაუბრებენ, აუცილებლად გავაცნობთ ამ ისტორიას, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია მართლა ჯიბით და გულით დაგვაქვს სულ. ძალიან მაგარი სიურპრიზია, შეიძლება ვნახო? კი. ძალიან ლამაზია. კი არის ოკეი, ახლა სიმბოლური. შეიძლება ვიტირო, ეს რაღაცებს არ უნდა მიკეთებდე, მაგრამ არ უნდა მაფრთხილებდე. კარგი, მოდი ბოლოსკენ ერთი კითხვა მაქვს, მაინც ისე არ მინდა გაგიშვა. იმიტომ რომ ჩვენ ვილაპარაკეთ წარსულზე, ვილაპარაკეთ აწმყოზე, მინდა რომ ცოტა ვილაპარაკოთ ასევე მომავალზეც. ხო, აი ძალიან ბევრი წინააღმდეგობა არის, ხო? კედელი აქ, კედელი წინ, კედელი უკან. რა იქნებოდა, როგორ შეიძლება აგვიღწერო შენი იდეალური სცენარი, ეს კედლები რომ არ არსებობდეს? რისი გაკეთება გინდა, რას გააკეთებდი? მოდი აღწერ ამ ყველაფერს აწმყოში, რაღაც მანიფესტაციას გავუკეთებ ამ ყველაფერს, რომ თითქოს ეს მომავალი უკვე ჩვენი აწმყო არა. ძალიან ისეთი კითხვა მართლა იხა იდეალური სცენარი როგორია? ჩემი იდეალური სცენარი ალბათ არის შემდეგნაირი. იქიდან გამომდინარე რომ მე ვარ და ნუ ისე როგორც უმეტესობა ქართველი, ძალიან ისეთ იდეალებზე ვართ მართლა აღსრდილები რა, ქართულ პატრიოტულ ესეთ იდეალებზე, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ნაშრომი არის ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი. რომელიც მაგ წაკითხული ვერ გეტყვით რამდენჯერ მაგ წაკითხული რა აი რაღაც ისეთ მომენტებში ხანდახან ესე გადავშლი ხოლმე და ვკითხულობ თან პატარა საკმაოდ არ არის დიდი და ესეც შემაგონებელია ჩემთვის და იდეალური სცენარი ჩემი ყოფის არის რომ კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის შერწყმით რომლებიც არ გამოირცხავენ ერთმანეთს ამ ყველაფრის შერწყმით ვიცხოვრო ანუ ვაკეთო ქართული საქმე მაგალითისთვის რასაც ხშირად ვიძახით ვიდგე აქციაზე რაც არის ჩემთვის დღესდღეობით ყველაზე ქართული საქმე და ასევე ემსახურო აი მაგალითად იმას რომ უთანასწორობა აღმოიფხრეს რაც არის მარტო ქართული არა ბევრ გვარს უხებს მსოფლიოში მსგავსი რაღაცები ხო აი მაგალითისთვის ის რომ აი სხვა ქვეყნებს რაც აქვთ მიღწევები სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოშიც გქონდეს მსგავსი რაღაცები ჯანდაცვა განათლებაზე ხელმისაწვდომობა ხო ანუ რაც ახარ ემიგრანტი განსაკუთრებით ან გამოგიცდია საზღვარგარეთ ცხოვრება განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია ეს რომ საზღვარგარეთ ცხოვრებასთან ერთად იმ სირთულეებთან ერთად გამოცდის სიკეთეებსაც ხო და რა თქმა უნდა მე დაბრუნებასთან ერთად ეს სიკეთეებიც გინდა რომ წამოიღო შენს ქვეყანაში ჩემი იდეალური ყოფა არის ის რომ ამ ყველაფერში წვლილი შევიტანო როგორღაც რავი ძალიან ისე იდეალური იქნებოდა მართლა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ პოლიტიკურად თუ ფიზიკურად თუ სოციალურად ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო და რეალურად მგონია რომ თითოეული ინდივიდი არის პასუხისმგებელი ქვეყნის განვითარებაზე რა კი მე ძალიან მინდა რომ ამ კითხვას ვუპასუხო ჩემს კითხვას მინდა რომ ვუპასუხო მე ვარ პოლიტიკური კომუნიკატორი რეფორმებზე ვაკეთებ ხოლმე კომუნიკაციას და ძირითადად რეფორმები ცვლილებების საჭიროება ყველაზე მწვავედ დგას ხოლმე რეგიონებში არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ბევრი ცვლილების ინიციატორები არიან ხოლმე ზუსტად დედაქალაქის მიღმა. და მე მჯერა რომ საქართველო იმისათვის რომ განვითარდეს ეკონომიკურად, სოციალურად ჩვენს დედაქალაქს მიღმა უნდა განვითარდეს. და ემიგრაციაც სწორედ ყველაზე მეტად ეტყობა სოფელს საქართველოში. ჩემი იდეალური სცენარი იქნებოდა ჩემი პირადი ცხოვრების, რომ ეს პოლიტიკური პლურალიზმი შეიქმნას სწორედ თბილისის მიღმა. იქ აღმოცენდნენ და აღმოცენნენსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ყველაზე ნათელი გონების ადამიანები ცხოვრობენ თბილისის მიღმა რეგიონებში, ხო? დეცენტრალიზაცია და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, პროცესი რომელიც მისცემს ყველა რეგიონს ცალ-ცალკე ეკონომიკურ ხედვას, ცალ-ცალკე გეგმას განვითარების,
ისე რომ არ იყოს ყოველთვის დამოკიდებული დედაქალაქზე. ანუ ხშირად ვკითხულობ ამ ბოლო დროს კომენტარებს, რომ საქართველოს მხოლოდ თბილისი არ არის რაღაცა გაბრაზებული კომენტარებია ხალხის, ხო, რაღაცა უამრავი ღონისძიება სწორედ თბილისშია, უამრავი რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება ყოველთვის თბილისში და ამ დროს თბილისი არის სავსე სწორედ სხვა ადგილებიდან წამოსული ადამიანებით, ხო? მათ შორის მეც ასეთი ვარ. და ძალიან მინდა რომ ზუსტად აი ამ პროცესში ვიყო ჩართული, რომ ამ ქართულ სოფლებს ახალი სიცოცხლე მივცეთ და ეს არ არის ძალიან არარეალისტური ამბავი, ძალიან მარტივად შესაძლებელია და ეს ჯაჭვი ემიგრაციის, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ეს კავშირი. ამ ადამიანებს არ მოვუწოდებ რომ სამშობლოში დაბრუნენ, ამ ადამიანებს აქვთ არჩევანი დაბრუნენ ან სამშობლოში, ან კიდევ დაეხმარონ ასე შორიდან ამ პროცესების განვითარებას. როგორც შენ თქვი, ძალიან იდეალისტურია ახლა ეს ყველაფერი თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არც ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ის პოლიტიკური ისტორიული წარსული რაც გვაქვს, იმდენად მძიმე იყო, იმდენად მძიმე მაგალითებით არის სავსე, ამ მდგომარეობიდანაც აუცილებლად გამოვალთ გამარჯვებულები. და ბოლომდე მივიყვანთ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე გავიმარჯვებთ სახელოვნად კი. გავიმარჯვებთ სახელოვნად. ძალიან ის იქნებოდა ეხა იდეალურ სცენარში როგორ თქვა, გაზეთი თეთრი, დენი ხუთი თეთრი წყალი უფასო. ხო, ეს არ გამოვა. ცოტა სხვაგვარი დემოკრატია წარმოგვიდგენია და ამაზეც ვისაუბრებთ მომავალ ეპიზოდებში. რეალისტური ხედვა. რას ნიშნავს ეს დემოკრატია, ხო? როგორი არის ის ახალი საზოგადოება, რის შენობაც გვინდა. და ამ შენების პროცესში ქართული დიასპორის როლი არის გარდაუვალი. კარგი, მარიამ, მე მგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გქონდა. იმედი ჩვენს მაყურებელსაც მოეწონება, კომენტარებს და შეფასებებს დაგვიწერენ იმედია პლატფორმებზე და პლატფორმებზე გამახსენდა რომ შეგიძლიათ რომ ყველგან დაგვალაიქოთ Instagram-ი, Twitter-ი, ყველაფერი გვაქვს მოგეთ მარიამის წყალობით, არც ერთი პლატფორმა არ გამოგვიტოვებია და ლინკებს ქვემოთ გავაზიარებთ. კაი, Twitter-ი არ გვაქვს გონი, მაგრამ სხვები გვაქვს. გვექნება, კი. გვერდებით. წყალი უფასო არ ვიცი, მაგრამ Twitter-ი გვექნება. აუცილებლად. გვერდებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით ჩვენი პოდკასტი ემიგრანტები დღეს ყოველ მეორე კვირას იქნება live და არ გამოტოვოთ, გამოგვიწერეთ არხებზე და გვიყურეთ. მადლობა დიდი. გვისმინეთ. მადლობა ძალიან დიდი.